პრეზიდენტ ტრამპისგან ახლა არ უნდა გავკვირდეს ზან მის სტილში გააკეთა განცხადება და ხოშო ზას თქვა ახლა სიმართლესთან ზან ახლოს არის ყველაფერი ხო ხა მას ჩვენ ხშირად შეგვიძლია გაზვიადებები და რაღაცები და უბრალოდ მან ახლა იმ სცენარში სადაც პრაქტიკულად თლიანად გაუნადგურა ისრაელმა სამხედრო ხელმძღვანელობა ირანს და უზარმაზარი დარტყმა მიაყენა და მე ამერიკამ დაამატა კიდე ზევიდან ახლა ირანის მხრიდან გამარჯვების გამოცხადება იგივე რა ქართულ ყობახიძე უნდა დღეს ქვეყნის წარმატებებზე ელაპარაკა და ახლობით იგივე პარალელში ეს ხო ხა დიქტატორული რეჟიმების ის არის ობიექტური რეალობის არაღიარება ხო და შენ მაინც უნდა ელაპარაკო ის რაც გინდა ხო მე რა ხდება იქ რა მშობა კაცო ვიღაცას დააჯერებ ეს იყო ხა ორი დღეა ირანი ზეიმობს რომ მოვიგეო მე ესო მეკაც რა მოიგო ხა დაწყებული გენერალური შტაბის უფროსი და მთავრებული ისლამური დარაჯების ხელმძღვანელით აეროძალები მთელი შტაბი ყველა გენერალური შტაბის უფროსად პირველ დღეს ხო გაანადგურეს. ვინც დანიშნეს პირველ დღეს ის მოკლეს. და ახლა მოკლეს ის ვინც იმის ნაცვლად, ანუ მესამე პირი დანიშნული გაანადგურა. ეს იგი რამხელა პენეტრაცია გაუკეთებია. ისედაც როგორ პენეტრაცია გაკეთებული იყო. ამ ხალხის საცხოვრებლის ინფორმაცია ხო გასაიდუმლოებულია. ყველაფერი იციან და ყველაფერს უნადგურებენ. ამიტომ ნუ ეხა ეს საკუთარ მოსახლეობაზე გათვლილი ტრუკია, რომელიც რა თქმა უნდა სწორედ გამოეხმაურა ტრამპი და მე ისიც დაამატა რომ მე ბომბები არ მენანებაო თუ თავს არ დაანებებს სულებს კიდე დავარტყავზები და აი ეს რას ნიშნავს იმიტომ რომ ეს საკმაოდ სერიოზული განაცხადია იმიტომ რომ ეს ნიშნავს გზავნილს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან რომ ეს არ იყო მისი ერთჯერადი გადაწყვეტილება არამედ მდგრადი ძლიერი ჩამოყალიბებული პოლიტიკის ნაწილი ამას რა ანგარიში უნდა გაუწიოს არა მარტო ხამენეიმ და ჩვენ საუბრის ძირითადი თემაც ეს არის რა ტიპის დასავლეთი მივიღეთ ჩვენ მათ შორის ჰააგის ნატოს შეთანხმებისა და გადაწყვეტილებების კვალობას. ძირა ბოლო რამოდენიმე დღეა ძალიან გამოცოცხლდა ასე ვთქვათ დასავლეთი ნუ ირანზე დარტყმით მე ნატოს მეორე დღე სამიტი სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაჟღერდა საკმაოდ კარგად დაფიქსირდა ერთიანობა მომკაცრა ნატოს ფარგლებში და ტრამპიც კი კმაყოფილი დარჩა ნატოთი რომელიც უწუწუნებდა ნატოზე ხო რაც წინა პრეზიდენტობის დროს და ეხაც ანუ ჩვენ არ უნდა დაგვაუწეს რომ დასავლეთის სიძლიერე იქიდან არ მდგომარეობს რომ ისინი სუსტები და გადაწყვეტილების მიღება არ იციან. მაშინ არ იქნებოდა სოფლიო ძალის ცენტრი დასავლეთი ამდენი ხანი, ხო? საჭირო მომენტში მათ ყოველთვის შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, ეს კიდე ერთხელ დაამტკიცეს. არაფერი არ გამოვა დიქტატორებს, ეხლა უკვე დემოკრატია ესე თქვათ რომ ბოლო 10 წელი 15 წელი თუ დიქტატორული რეჟიმები იყვნენ ასე თქვა შეტევაზე და ეგონათ რომ ყველაფერი გავიდოდათ ხა დემოკრატიამ გადაწყვიტა საკმარისია და ასე თქვა მათი მხრიდან დაიწყო მოქმედებები ნახოთ სადამდე მივა მაგრამ ევროპის გაბრაზება საკმაოდ დიდ დრო ჭირდება რომ გააბრაზებთ თან ახლა ამერიკას რო დაემატება ძალიან ყველაზე დიდი რესურსების პატრონი ორგანიზაცია ევროპის კავშირი ვერაფერთ ვერ შეედრება გინდა სამხედრო გინდა ფინანსური გინდა ადამიანური რესურსისაც ნუ და შენ ესწრებოდი არაერთ ასეთ სამის და საქართველოს მონაწილეობის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელიც იყავი ხოლმე. ეს იყო კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როცა საქართველოს საერთოდ არ იყო მიწვეული ნატო სამიტზე. ამ დროს, ნუ ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, ასპირანტი ქვეყანა, ხო? ჯერ კიდევ ფორმალურად. ის რომ აღარაფერი აღარა ვართ ეს რაზე მიუთითებს ეს ერთის მხრივ მაინც რომ ვახსენოთ ჩვენ და სამწუხაროდ, მაგრამ ამავე დროს ითქვა, რომ მთლიანი შიდა ნატოს წევრი ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ამდე გაზრდიან თავდაცვის ხარჯების დაფინანსებას. რას ნიშნავს ეს უბრალოდ ხალხმა რო გაიღოს 5% ნატოს წევრი ქვეყნები? ნუ ეს ცივი სტანდარტია პრაქტიკულად რა, უბრუნდება. ანუ ამერიკას ვთავაზობენ და დანარჩენ ქვეყნები ხო ბრუნდებიან დაახლოებით. იმ ნიშნულზე რა ცივი ომის დროს ჰქონდათ 5-6-7%-ები ქონდა სხვა ქვეყნებში მაშინ ცივი ომის დროს ევროპის ქვეყნებს და იგივე ნიშნულზე ბრუნდებიან ანუ ევროპამ გააცნობიერა ძალიან საღად და ძალიან ისე რა ქვია რეალისტურად რომ არ დამთავრდება ეს მარტო რუსეთი უკრაინით არ არის მოკლე აგერ ირანი არის იგი შეიძლება ნებისმიერ სხვა საფრთხე გამოჩნდეს შესაბამისად მას უკვე თავიდან შეიარაღება ჭირდება ახალი ტექნოლოგიებით ახალი იმით რა ქვია სტანდარტებით მიუხედავად იმისა რომ ამხელა ტექნოლოგიური უპირატესობაა მაინც მიუხედავად ამისა თავიდან იქნება გადაიარაღება ძალიან მნიშვნელოვანი გადაიარაღების პროგრამები დაიწყება განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთსა, საფრანგეთში და იტალიაში, დიდ ქვეყნებში, პოლონეთი აკეთებს ახლა უზარმაზარ პროგრამას გადაიარაღების. ძალიან ბევრ ამას უნდა ველოდოთ ახლა ნატოსგან, ძალიან მოძლიერდება ნატო ის. ანუ ცივი ომის მენტალიტეტი დაბრუნდა, რომ ჩვენ კონფლიქტში ვართ. ბოლო 25 წელია ხო რა იყო, რომ ნატო არ აღიარებდა. ამბობდა, რომ всё, ჩვენ კონფლიქტი დასრულებულია, ახლა უნდა ვიპარტნიოროთ ყველასთან, უნდა ვიმუშაოთ, თავდაცვის მექანიზმია. თავდაცვის მექანიზმი ნატო რჩება, მაგრამ კონფლიქტის აღიარება დადგა უკვე. შეიძლება ხე ისე მოგვიჩვენოს, რომ ეს ამდენი წელი რა ჭირდათ, მაგრამ ნუ ეს
ის აუცილებელი მექანიზმებია, რომელიც პოლიტიკური აღიარებიდან ფინანსურ შედეგამდე უნდა მივიდეს რა. აი ფინანსურ შედეგამდე მივიდეთ. ეხლა როცა უკვე ფულის გამოყოფა დაიწყო, ძალიან ცუდია რომ საქართველოს ეხლა რა ხდება? რაღაცა დაზავებასავით ანუ ცეცხლის შეწყვეტას უკრაინასთან ალბათ იქნება რა. ეხლა ირანთან რო ესე და ტრამპი ხა უფრო შეგულიანდება და დაუბრუნდება რუსეთ-უკრაინას. ეხლა ძალიან თვალსაჩინო იყო ტრამპის დამოკიდებულება უკრაინელ ჟურნალისტთან, რომელიც BBC-ს მუშაობს. რამდენჯერმე უყურე, მაგრამ იგივე ჟურნალისტი მახსოვს თეთრ სახლში ზელენსკის ვიზიტის დროს მის მიმართ როგორ დამოკიდებულება იყო. ცადა დედამიწა ასეთი განსხვავება. ანუ ტრამპის კეთილგანწყობა ირანის ოპერაციის დასრულების შემდეგ მათ შორის უკრაინასთან და უკრაინელებთან მიმართებაში აშკარად გაუმჯობესებულია რბილად რო თქვა. რა პერსპექტივა აქვს ამას რუსეთის შეკავების როგორც მინიმუმ თვალსაზრისით? ხო ტრამპმა რა გააკეთა? ხო ტრამპმა ძალიან პატარა რესურსის დახარჯვით მიაღწია წარმატებას. ეხლა ირანის დარტყმა მისი მხრიდან იყო მოზომილი, პროპორციული და წარმატებული. და ძალიან კმაყოფილია ყველა. ეს პროპორციული დარტყმა ძალიან გთხოვთ ვიდეოს სახით ვაჩვენოთ ჩვენს პროდიუსერს მინდა ვთხოვო, ეს არის ამერიკის შეერაღებული ძალების გაერთიანებული შტატების პრესკონფერენცია და თვალსაჩინო. ხო, სადაც ანახებს რომ აი ხო ამბობენ რომ არ დაგვაზარალესო და ხო. შე როგორც თქვი რომ პატარა მოზომილია, ეს მოზომილი როგორ იყო, მინდა ვაჩვენოთ ეს ბომბი. რა გაუკეთა ხო? ახლო კადრიც იქ. შესაბამისად თან ტრამპმა დაარტყავის რუსეთს ერთ-ერთ მოკავშირეს საომში, ხო? ანუ ისეთ აქტიურ მოკავშირეს, რომელიც იარაღს აწვდიდა რუსეთს საომისგან. ანუ დრონების განსაკუთრებით ამ შაჰიდებს რო ეძახიან ამ დრონების მიწოდება ირანი და ხდება. შესაბამისად ეს რუსეთთვისაც იყო სიგნალი, რომ აი ესეც შემიძლია. ეხლა რაზე წავა პუტინი ეს რთული სათქმელი, იმიტომ რომ პუტინს ალბათ უჭირს ცოტა რაციონალთან ახლოს ყოფნა, ისიც რაღაც ილუზიებში, ეხაც აცხადებენ რომ უკრაინაში იგებენ ომს, მაგრამ რაღაცა დაბოლოებას უნდა ველოდოთ ალბათ ამ წლის განმავლობაში. რაღაცა ფორმის მომზადებას მაინც. ეხლა ეს დაბოლოება არ მოხდება მარტო უკრაინაში. თუ ეს ხაზი გაივლო იქ, როგორც კორეაში მოხდა. ამას მოყვება რაღაც გადანაწილება დანარჩენი, ასე ვთქვათ, ტერიტორიების გავლენების სფეროების კიდევ ერთხელ. რუსეთი მოითხოვს ამას აუცილებლად. მოლდოვასთან აგერ გახსნა დღეს ევროკავშირმა მოლაპარაკებები, არც ომში შესულა ქვეყანა და არც რუსები შეორდნენ, შეგნით ძალიან წყნარად შედის აგერ ევროკავშირში, ხო? ჩვენ სად აღმოჩნდებით ახლა, ხო? ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც წაუყურებს ხოლმე დასავლეთს, აშკარა განაჩენებით არის, რომ ჩვენ ვექნებით რუსული გავლენის სფეროში, იმიტომ რომ ბევრი რესურსი უნდა დახარჯო, რომ შენ გამო ივაჭროს დასავლეთმა. ხა შენ თუ არა მარტო ამერებს არ ხარჯავ, არამედ ისე იქცევი, რომ შენით გინდა რუსეთთან ყოფნა და ესენი ზუსტად ამას აკეთებენ, ხო ქართული ოცნება. ძალიან გაჭირდება ჩვენი, ასე ვთქვათ, გამოყვანა ეხლა უკვე ამ გავლენის სფეროდან წყნარად დაგვტოვებენ რუსეთის იმაში, იმიტომ რომ ბევრი სავაჭრო ტერიტორია, ბევრი თემები აქვს, რომელზეც უნდა ივაჭრონ. ზაგარი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. შენ თქვი ახლა რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნიდან რა სიგნალი გადის. ქვეყნიდან გადის ორი განსხვავებული სიგნალი. ერთი ეს არის ის, რასაც აკეთებს რეჟიმი და მისი პირველი პირები, რომლებიც ანტიდასავლური რიტორიკას კიდევ უფრო მეტად ამძიმებენ, გადაწყვეტილებებსაც იღებენ, რომელსაც საერთოდ დასავლური ტიპის მმართველობასთან და დემოკრატიასთან არაფერი აქვს, ციხეებს ავსებენ, პატიმრები დაუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დევნიან სამოქალაქო აქტივისტებს, სამოქალაქო პროტესტის გამოხატვის ყველა რესურსს ცდილობენ, რომ ჩაახშონ. მე მაგალითად ვიცი აგერ მაგალითი ერთი პენსიონერ ქალბატონს, რომელიღაც აქციაზე იყო გამოსული 2500 ლარი დააკისრეს ჯარიმა პენსიონერ ქალბატონს, რომელიც ამას ვერც ამხერს საჯაროდ, როგორც გავიგე, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ცხადია თუ იქნება საშუალება და თვითონ იქნება მზად ამისთვის ამას უბრალოდ დეტალსაც მივაწვით, მაგრამ და პლუს ამისა მედიასთან დამოკიდებულება და ის რაც ხდება პარლამენტში, როცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვისკენ მზადდება საფუძველი რიტორიკის დონეზეც, მაგრამ ამ კომისიის მეშვეობითაც. მაგრამ ამის პარალელურად არის პარალელური სიგნალი და ეს უკავშირდება მათ შორის პოლიტიკური ლიდერების შეუპოვრობას და გაუტეხნობას, უკავშირდება სამოქალაქო აქტივისტების დაუღლელობას, უკავშირდება ციხეებში გამომწყდეული, ასე ვთქვათ, სინდისის პატიმრების ქცევას, უკავშირდება მედიის შეუპოვრობას და ქართული ხალხის საზოგადოების, ხო? რომელი აჯობებს? მოდი ახლა რაღაც ყველაფერი სწორია, მაგრამ აი ასეთ იმაში თავს უნდა მოვიტყუებთ რა. კი, ყველაფერი კარგია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ იმ მომენტში ნატოს სამიტზე ან უნდა მივიდეს საგარეო პოლიტიკაში ქვეყნები წარმოადგენლია თავის ხელისუფლებით.
სამწუხაროდ ეგეთი ფორმატი რომ ხალხმა წარმოადგინოს როგორც ესეთი აბსტრაქტო ნატოს სამიზე ქართულ ხალხს არავინ დადებს ან იდება საქართველოს ან არ იდება გიორგი დღეს იმიტომ რომ ეს ისაყოს რო პრორუსული საშინელი ხელისუფლება ქართული საქართველოს არ იდო იქ მიუხედავად ყველაფერისა რაც თქვი გმირობისა აქტივიზმის არა ესენი თუ იქნება ხელისუფლებაში ესენი იმ მომენტში როცა ეს გადაწყდება ეგ ყველაფერი იქნება ფაქტორი მაგრამ ვერ გადაწყვეტს იმას რომ საქართველოს მაინც წარმოქმნილი იქნება პროგრესული ხელისუფლება. იმ დასავლეთსაც რა კითხვა უჩნდება, იცი, ხო ორივეს ურთიერთობა ხო? ამათ რატო აძლევთ უფლებას, რომ მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში? მაგრამ არ ყოფნის ჩვენი ძალები, იმიტომ რომ მათ ხელშია რეპრესიული სისტემა, რომლის მორღვევისა და შესუსტებისთვის მათ შეუძლიათ გააკეთონ უფრო მეტი. იცი რა არის ჩვენ ეგ ყველაფერი სწორია, მაგრამ არ არიან ჩვენ დასავლელი მეგობრები დარწმუნებული საკმარისი კეთდება ჩვენი მხრიდან. მე ამას პირდაპირ გეუბნები ხემოთ, კეო რაღაცა. უკრაინის მეიდანი და ის გაიხსენე, რამდენი ხანი გრძელდებოდა, სანამ იანუკოვიჩი არ წავიდა დათმობებზე, ხო? რამდენი დღე ზამთარში ყინვაში არ დაიშალა ხალხი იქ, ხო? ხო, ეს იმიტომ რომ ხალხი ცდილობს თავისი პროტესტი მაქსიმალურად ჩვენთან ფარგლებში იყოს მოქცეული, მიუხედავად იმისა, რომ პროვოცირება ძალადობის პირიქით ყოველთვის რეჟიმი. აბსოლუტურად ვეთანხმები მშვიდობიან მოპყრობას, მაგრამ მეტნი უნდა ვიყოთ, უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ. მე ამის მოწოდებისკენ ვარ და ეს ამ პროტესტმა უნდა მიიღოს, ასე ვთქვათ, უფრო შემაწუხებელი ხელისუფლებისთვის ფორმა, უნდა დავრჩეთ კანონის და მშვიდობის ფარგლებში აუცილებლად, მაგრამ ეს უნდა იყოს დიდი ძალა რა, რამოდენიმეჯერ ესე ძალა, როცა ვანახეთ შეეშინდა სერიოზულად. მაგრამ ამის მერე მე ხა დადის რაღაც რამოდენიმე ათას ადამიანს, მე რაც გეუბნები, ეს ყველაფერი ტრანსლირდება და ეს ყველაფერი ანალიზი კეთდება, იგზავნება იდება და ნუ ხალხს ამბობს რომ ნუ მოდით რა თქვენს იმას კითხო დღეს რო შევადაროთ გარეზო წელა ბევრად უფრო მაღალია ვიდრე შიდაზე წელა ქართულ ოცნებას ერთი წლის წინ პირიქით იყო შიდაზე წელა უფრო მაღალი იყო ვიდრე გარეზე წელა ნელ-ნელა გროვდება დღეს ახლა ევროპის პარლამენტი ყოველ დღე გარედან რაღაცა ხდება შიგნით შიდაზე წელა გადავიდა იმაზე რომ ხალხი ძალიან ღირსეულად თავის ასე ვთქვათ კომფორტის ზონიდან გამოდის, აი პოლიტიკოსებს მეტას უკრავ, ვინც თავისინები წავიდა, ასე ვთქვათ და ჩაჯდა ციხეში, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ პოლიტიკური გზა, რომ რეჟიმი შეცვალო, ხო? პოლიტიკოსის ალბათ ფუნქცია პარლამენტში უმცირესობის ლიდერი იყავი, კარგად მოგიხსენება, არის დაორგანიზო პროცესი, რომელიც ხელში უწყობს ხელისუფლების შესვლას და აიძულებს მათ წავიდეს დათმობებზე. ეს არის მნიშვნელოვანი, თორე ამ ხალხის იმაზე რა ქვია თავდადებაზე და იმაზე არავის ეჭვარება და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს რა. მადლობა დიდი, მათ შორის მიუხედავად აი ესეთი რაციონალური და მკაცრი შეფასებების. ნუ რაც არის ეგ არის გიორგი. ძირითადი ნაწილი მაინც ობიექტური ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რამდენადაც მსოფლიოში ვითარება შეიცვალა. მათ შორის ირან-ისრაელის ომისა და მასში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის ხარისხის გამოც, ნატოს გადაწყვეტილებების გამოც, ევროკავშირის, ბრიტანეთის, კანადის დემოკრატიული სამყაროს უფრო მეტად ორგანიზებულობის გამო შეერთებული შტატების გარშემო თავისთავად ეს ქმნის ოპტიმისტურ წინაპირობას იმისთვის, რომ ავტორიტარული სახელმწიფოების დომინირების მცდელობის ხანა მათ შორის ჩვენს რეგიონშიც უფრო მეტად შემცირდება და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. იმაზეც იყო მინიშნებები თუ სად არის ის რესურსები, რომელიც უნდა ამოქმედეს.